ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მსახიობისა და მხატვრული კითხვის პედაგოგის ბექნო კაფიანძის პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გაღვივება და პოეზიისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავება. თემაზე უფრო ვრცლად გვესაუბრება სტუდიის სტუმარი მსახიობი ბექნო კაფიანძი. დილამშვიდობის მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ღონისძიების მიზანზე მოკლედ მოვახსენოთ ჩვენს მაყურებელს და აი ვრცლად თქვენგან ველოდებით პასუხს, რა არის მთავარი მიზანი პოეზიის საღამოსი, რომელიც გაიმართება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ინტერესი ალბათ ახალგაზრდებში გაღვივება ამ ინტერესის ჩართულობა პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარული ზოგადად. რა არის მთავარი მიზანი ამ შეხვედრის? აი იმის მიტანა იმ შინაარსის და იმ რაღაცა ჯადოსნური სამყაროსი, რასაც იმ სული საზრდოსი ალბათ რასაც პოეზია გვაწვდის. ძალიან გამიხარდა ინიციატივა გამოიჩინეს ლაგოდეხში. ლაგოდეხს საერთოდ საოცარი მოსახლეობით მივესალმები და მოვიკითხავ და მოვეფერები და ყავს არაჩვეულებრივი მერი. ძალიან უყვარს საზოგადოებას და მოსახლეობას და არა მარტო ლაგოდეხში, სხვათა შორის ბატონი ჯონ დომდივნიშვილი და მერიის ინიციატივით და მოსახლეობის სურვილით გადაწყდა, რომ ჩატარდეს ლიტერატურული ეს პოეზიის საღამო. და იმედი მაქვს საინტერესო იქნება და კმაყოფილი დარჩებიან, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები ძალიან მოსწონთ ჩემს მიერ მაგალითად გაჟღერებული ლექსი. არა მარტო ლაგოდეხი. ხო, ძალიან მახარებს და ძალიან მაბედნიერებს. მე კი ცოტა კრიტიკის თვალით ვუყურებ ხოლმე რაღაც. ვერც უსმენ ჩემს მიერ წაკითხულ ლექსს სხვათა შორის და მე მავიწყდება ხოლმე იმდენად მე. მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ესეთი დიდი სურვილი გამოიჩინეს და ესეთ ლამაზ საღამოს ჩავატარებთ და ვეცდებით, რომ ულამაზესი საღამო შევთავაზოთ. ბექნო, როგორი იქნება ამ საღამოს დრამატურგია და აი ფორმის თვალსაზრისით როგორი იქნება საინტერესოა? ეს თავისუფალი მე ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც მაგალითად ესეთი შემოქმედებითი საღამო ტარდება თუ პოეზიის საღამო თუ ლიტერატურული, რომ როდესაც აი მაგალითად თავისუფლება მაქვს, თავისუფალი არჩევანი რომ მაქვს რა. წერლების, აი რომ მკითხოთ, რომ ვინ არის შენი საყვარელი პოეტი დაუშვათ რა, ეხა როგორ არ მყავს, მაგრამ აი ესე ინდივიდუალურად შეიძლება გამიჭირდეს თქმა, ხო, ეხა ჩემი საყვარელი ყველა მიცის, რომ ძალიან მიყვარს ზურაბ გორგილაძე, ხარხელაური, ეხა ვაჟაზე და მიუწევ დიდი სიყვარულით, აი არ ვიცი, ბიძა როგორც ბიძა ისე მყავს. და დიდი სიყვარულით არ ვიცი გიჟდები ზედამთვარე ამომდის ტარიელზე და მინდა რომ ჯანმრთელად იყოს და ბედნიერად იყოს და ეხლა ვაჟაზე აკაკიზე ილიაზე არ ვსაუბრობ ხო და რაღაცა იმაზე უბრალოდ აი მარგალიტები მიყვარს ყველა წერლის და ესე უკრიბავ ხოლმე რა და იქიდან და როდესაც ეხა თავისუფალი ის მაქვს რა ქვია არჩევანის საშუალება ესე კომპოზიციურად თემატურად დაყოფილი სხვადასხვა თემატიკის შეჯამებული რაღაცნაირად ისეთი ლამაზი საღამო გვექნება შემეცნებითი საუბრებით, პროზით, პოეზიით და ასე შემდეგ. ავტორებს როგორ არჩევთ მეთქი ეს მინდოდა მეკითხა, მაგრამ პრინციპში ამ კითხვაზეც პასუხი მივიღე. აი მარგალიტებით, რომელიც მაგალითად შეიძლება რომ გულზე მომხვდეს რა, აი როგორც ახლა პოეტისთვის მაგალითად პოეტისგან გადმოსახედი ხო საერთოდ სხვა არის, არა ის საოცრებაა, ხო, საერთოდ მგონია რომ სხვა თვალით უყურებენ ყველაფერს, ხო, აი ტარიელი რახან ვახსენეთ, რა ერთხელ ვკითხე რომ მეთქი ტარიელძია, აი რა ხდება მაგ დროს, როდესაც ლექსს წერ მეთქი რა და აიო წარმოიდგინეო ბექნო მოღრუბლული რო არისო, ზეცაო, აი ღრუბელი რო დგას და უცბად ერთ წამში რო ღრუბელი გადაიყაროს და მოწკრიალებულიც არო გამოჩნდეს, აი ესეთი რაღაცა ხდება გონებაშიო. რა საოცარია რა და ალბათ ეს ამ დიდ ადამიანებს ესე აქვს, რომ რაღაცა ალბათ იქიდანაც სხივი ეშვება, რაც მის გულში და გონებაში გადის და შემდეგ გადმოაქვს ეს რაღაცა საოცრება, ხო? და შეუძლიათ რომ მე აი ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივი აქციო, ხო? აი მურმან ლებანიძის არ იყოს
ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო. ანუ სადღაც მოკრა ყური ლექსშიც როგორ არის არა რომ გლეხკაცი აზროვნებს პოეტის სახეებით ხო რაღაცა ღმერთისგან კურთხეულ მხარეში რამდენი ჰომერია რამდენი ბერნსია და რამდენი ვაჟა ფშაველად რომ ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანსო და შექმნა არაჩვეულებრივი ლექსი აი ამ ერთი დაჭერილი ფრაზისგან ხო ასე არის აი მაგალითად მე როგორც მკითხველი მეც ასე ვარ რომ აი რაღაცა შეიძლება წავიკითხო და მომხდეს ის ერთი ფრაზა რომ აი მე ვეღარ მოვეშვა ლექს მაგალითად ზურაბ გორგილაძის ლექსი არის ესეთი რომ ერთი ფრაზაა იქ რომ 9 მარაბდას მორწყავდა მე რომ სისხლი მდენია ბრწყინვალე ლექსია მაგრამ აი ეს ფრაზა მომხდა რაღაცნაირად და რატომ იდეაში საერთოდ სხვა ქვეტექსტი იგულისხმება აჭარაზეა იქ საუბარი და საერთოდ სხვა თემატიკაზეა საუბარი მაგრამ მე რო პირადად მივიღე რომ 9 მარაბდას მორწყავდა მე რომ სისხლიმდენია ეხა იმ ბევრი რაღაცა ტკივილი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და რაღაცნაირად იმოქმედა ამ ფრაზამ რა ჩემთვის და მე აი და ესეთი სტროფია რა რომ 300 წლის ყორანმა ჩემს თავზე იტრიალა ქრისტეს ძვლებით მოხაფრა ხეობები მთლიანად 9 მარაბდას მორწყავდა მე რომ სისხლი მდენია თვალში როგორ მიყურებ როგორ არა ქრცხვენია და ვეღარ გაუშვი ეს ლექსი და ნუ რა თქმა უნდა პირველი შესაძლებლობა როგორც კი მომეცა ტელევიზიით გაავაჟღერე მაშინვე და აი როგორც პოეტისთვის შეიძლება რაღაცა ხელჩასაჭიდი იყოს მკითხველისთვისაც ასე ხელჩასაჭიდია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ყოველთვის და ესე რაც ძალიან მოქმედებს აი იმას ვიჭერ იმ ლექსს რა და მე არის აი ნაღდი მე არ მიყვარს მაგალითად როდესაც ვსაუბრობთ ლიტერატურაზე როდესაც ვსაუბრობთ პოეზიაზე აი ზედმეტი თამაში რა იმიტომ რომ მე ფიქრობ ძალიან დაკვირვებული თვალი მაქვს და როდესაც მაგალითად უყურებ სხვისგან არ მსიამოვნებს როდესაც ზედმეტი არტისტიზმია მასში რა ის თუ ორგანული არ იყო და ის თუ არ გრძნობ იმას შენ რასაც ზომიერება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის იმიტომ რომ მაყურებლისთვისაც გასაგებია რომ აი ის მართლა გულით გიყვება და მე ძალიან საინტერესო საღამო ელოდებათ ლაგოდეხში რომელსაც მე როგორც მივხვდი მონოსპექტაკლის დაახლოებით მაგრამ უფრო სპექტაკლისკენ არ უფრო შემეცნებითი საუბარი ავტორებზე საუბარი აი ბევრი მე ხვდაწილად რომ ბევრი საოცარ არაჩვეულებრივ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა თუნდაც გოდერძი ჩოხელთან ჩემი მეგობრების მამა საოცარი 18 დეკემბერს ლაგოდეხში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არ გვინდა რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩეს თქვენ გაქვთ ბავშვებთან მოსწავლეებთან ხომ ურთიერთობა პედაგოგიურ საქმიანობაზე ეხლა პაუზა მაქვს სამწუხაროდ იმიტომ რომ იმდენი რაღაცნაირად ვეღარ ვასწრებ ამ ყველაფერს ერთად თორე არაერთ სკოლასთან ურთიერთობა და ძალიან აი ეს გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზეც რომ გითხრათ თქვა ბავშვების დაინტერესება მოზარდების ძალიან მნიშვნელოვანია ხომ რომ ბავშვი მოზარდი დაინტერესო პოეზიით სწორად უნდა მიაწოდო და სწორად მიაწოდო იმიტომ რომ ისინი ამ ბრდღიალა თვალებით რო გიყურებენ ყველაფერს იღებენ რასაც ეუბნებიან თან დღეს როდესაც ძალიან ბევრი სხვა ინტერესია ვთქვა კი მაგრამ ამიტომ არის ყველაზე დიდი პასუხისგებლობა ის რომ როგორ დააინტერესებ როგორ მიაწოდი და იმდენად აი ისე უყურეთ როგორი ხაზი გრძელდება რომ მე რასაც პირველ რიგში ვაქცევ დიდ ყურადღებას რომ იყოს ნაღდი და იყოს გულწრფელი, საოცრად გულწრფელები არიან ბავშვები, საოცრად ბუნებრივები არიან და იმდენად აი გულწრფელად და ბუნებრივად აკეთებენ ყველაფერს ხო ძალიან სათუთი და საფაქიზო საკითხია, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის რომ ის გაძლევს იმას, რაც შენ გინდა უყუროთ საოცრად. უბრალოდ გააჩნია როგორ მიაწვდი და უნდა დააინტერესო. და თქვენ ეს გამოგდით და ამას ახერხებთ რა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიკეთო საქმე არის ვფიქრობთ. აი ზოგადად თქვენი შეფასება გვაინტერესებს ის რაზეც ახლა ვსაუბრობთ მთელი საქართველოს მასშტაბით შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რამდენად დიდია ინტერესი ზოგადად ახალგაზრდების პოეზიის კუთხით, ლიტერატურის კუთხით მათ მიმართ. როგორია ეს დაინტერესება, რამდენად ხშირია მოთხოვნა ის რაც ლაგოდეხში უნდა გაიმართოს ხო რამდენიმე დღეში. არის ახლა აი არაერთი
მუნიციპალიტეტი თუ მერია, ისა ბიბლიოთეკა თუ სკოლა და ვინ არ მიკავშირდება და ვინ არ მთხოვს სტუმრობას. არა მარტო მე როგორც ლიტერატურის მოყვარულს და პოეზიის მოყვარულს, თვითონ ავტორებს, პოეტებს, აი ძალიან დიდია მოთხოვნა და ძალიან დიდი მე მაგალითად საერთოდ არც მიფიქრია რომ საჯაროდ უნდა მე ვარ კარგი მკითხველი. მე მიყვარს მკითხველი, ანუ ეს მხატვრულ კითხვას კი არ გულისხმობ. წამკითხველი მიყვარს კითხვა ჩემთვის. იმიტომ რომ ვფიქრობ რომ აი ლექსი თითქოს შენი ტკივილის და შენი სიხარულის გამზიარებელია. რა საოცარია ხო ეხა პოეტისთვისაც შენი დაწერილი ლექსი რო სადღაც 900 იქით ვიღაცას გულს მალამოთ მოედება, ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს და ჩემთვის ესეა რა რაღაცნაირად ტკივილს, სიხარულს ყველაფერს იზიარებს და საერთოდ არ მიფიქრია რომ ესე საჯაროდ, მაგრამ როდესაც წლების წინ მე ესე წავიკითხე ერთხელ, ორჯერ, ამას უარყოფითი რეაქცია რომ მოყოლო და მეორედ მე მაგას არ გავაკეთებდი, გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩემთვისაც ბედნიერი ვიყავი და საკმარისი იყო სახში ჩემთვის რომ ვკითხულობდი წიგნიდან და მიუხედავად ამისა, სხვათა შორის არიან არაჩვეულებრივი მსახიობები, მე ხომ მსახიობი ვარ, ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, ეს ხო არ არის ჩემი პროფესია. მაგრამ არიან არაჩვეულებრივი მსახიობები. კი, რა თქმა უნდა, შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არიან არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი მსახიობები, რომლებიც უბრალოდ არ კითხულობენ. ნუ ვერ თუ არ თუ უფრო არ კითხულობენ, ესე მგონია რა და რომ მოყოლოდა დაუშვათ რაღაცა უარყოფითი, თუნდაც ცოტა უარყოფითი და აღქმა და მიღება საზოგადოებისგან მეორედ მე მაგას არ გავაკეთებდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი დადებითი რეაქცია მოყვა, რომ ძალიან გამეხარდა, ძალიან მესიამოვნა და მე აღარ შევიკავე მეც თავი. მამის აზრს რამდენად ითვალისწინებდით? ბატონი ზურაბ ქაფიანიძის ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი მსახიობის შვილი არის ბექნუ ქაფიანიძე, ვინც არის ის მათთვის ვიტყვი. აი სულთა კავშირი არსებობს ზოგადად და სულიერი კავშირი ჩვენ გარდაცვლილებთანაც გვაქვს. ახლაც რამდენად ითვალისწინებთ და აი ფიქრობთ თუ არა რომ როგორ შეგაფასებდათ, თქვათ, როგორ შეაფასებდათ თქვენ შემოქმედება, საქმიანობას? ხო, აი მე მაგალითად რა თქმა უნდა მე ზურა აი მიჭირს ხოლმე ხა მამა გალაპარაკი. რა ეხა ზურა მისი წაკითხული ლექსები მე მახსოვს, მაგალითად არაჩვეულებრივად და მე ხო ზურასავით ვერ წავიკითხავ, რა მე ჩემებურად ვკითხულობ და საერთოდ ყველამ თავის ინდივიდუალურად უნდა ეცადოს გადმოსცეს. და აი სხვათა შორის სულ მაგას მეუბნებოდა, რომ იყავი ნაღდი რა, აი ეგ ყალბი არ უნდა იყო რა, სხვათა შორის ის ფრაზა არ მომწონს ძალიან, რომ მსახიობია და შეუძლია ადვილად მოიტყუოს. კი, შეუძლია ადვილად მოიტყუოს, ის თვეები მუშაობს იმის გამო და მთელ ენერგიას და გონებას დებს, იმიტომ რომ ის მართალი იყოს სცენაზე, ნებისმიერ სიტყვაში, ნებისმიერ მოქმედებაში და ასე შემდეგ და აი ყოველთვის ეგ მითითებას რომ აი იყავი ორგანული იყავი და სპექტაკლზეც რომ დაესწრო ჩემ სპექტაკლზე მაშინ საკურსო და სადიპლომოს ბევრი ქება და ის არის ცოტა, მაგრამ შევატყვე რომ კმაყოფილი დარჩა. ხო და აი მითითება გათვალისწინებული იყო, ხო? მითითება შეძლების დაგვარად სტუდენტის პირობაზე გათვალისწინებული იყო. ხო და ლექს რაც შეეხება მაშინ არ ვკითხულობ. ლექს საერთოდ დედა ჩემი მუშაობდა კონსერვატორიაში. და ნოდა რანდღულაძე და დედა მეგობრები იყვნენ რა და ბავშვი მიმიყვანა ნოდა რომ შეუმოწმეო რა სმენაო რაღაცა ხმა როგორია ქონა რომ მივედი ნოდართან რომ მიმიყვანა დედა ჩემთან ბატონ ნოდა რანდღულაძესთან ამ გენიალურ გენიოსთან აუდიტორიაში როიალთან იჯდა და აბა მიმღერეო რამეო და არ ვიმღერებ მეთქი აბა რა სიზამო და ლექს წავიკითხავ და წავიკითხე ლექსი რა ლექსი იყო? არ მახსოვს, რათა შორის, მაგრამ ლექსი რო წავიკითხე. წავიკითხავთ რამეს? იცით რა არის? წავიკითხე. არა, ნახეთ, აი ახლა ტარიელის იუბილე არის, აი ერთ სტროფს წავიკითხავ, იმიტომ რომ მგონია რომ მოვაწყინე მაყურებელს თავი, იმიტომ რომ სადაც გადაცემაში აი ბრწყინვალე, ნახეთ რასაც ვამბობ, აი ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივად რაღაცა მოვლენა შეიძლება აქციონ. ბრწყინვალე ერთი კუპლეტი არის ხარხელაურის. ჯიხვი ვარ და გადმოვწექი კლდეზე დილის ნისლის სიამოვნებს ლოკვა მონადირევ რათ გინდა რომ მეძებ
ღირს კი ბიჭო ახლა ჩემი მოკლა. დიდი მადლობა. წინვალეა. დიდი მადლობა და მივულოცოთ კიდევ ერთხელ ბატონ დარიელს დამატებისა და უსურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბევრი შემოქმედებითი იუბილეა რუსთაველის თეატრში მონაწილე ვარ რა თქმა უნდა და ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ბექნო ლაგოდეხში როდის გაიმართება 18 რიცხვში 4 საათზე. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მსახიობი ბექნუ ხაფრიანიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.